ავტორიზაციის პირველ სტანდარტზე და ამ შემთხვევაში მე მინდა მაინც რომ რაღაცნაირად შეგახსენოთ, რაღაც სისტემაში მოვიყვანოთ ეს სტანდარტი, რას გულისხმობს. ავტორიზაციის პირველი სტანდარტი სკოლის ფილოსოფია წეღანაც გითხარით, რომ ეს არის ძირითადი მეთოდოლოგია, ძირითადი დანიშნულება სკოლისა, საითაც მიდის სკოლა და მიდის ყველა იმის პროცესი, რომელიც სკოლაში ხორციელდება. ეს იქნება სწავლება, სასკოლო კულტურის განვითარება, მმართველობითი პროცესი თუ ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე კიდევ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ნაწილის გაწერას, ვინაიდან მეორე სტანდარტში, სხვა კურიკულუმში, მესამე სტანდარტში პროცესების თუ ადამიანური რესურსის მართვა, მეოთხე სტანდარტში მოსწავლეთა მხარდაჭერაშიც, აი ყოველთვის მეგობრებო, ჩვენ იმ მისიას, იმ სკოლის ფილოსოფიას უნდა მივყვეთ, რომელიც ჩვენ პირველ სტანდარტში გავწერეთ. არანაირი ცდომილება არ უნდა მოგვცეს პროცესმა. 4 სტანდარტი გვაქვს, ამ 4 სტანდარტში კიდევ ვიმეორებ, რომ პირველი სტანდარტზე სკოლის ფილოსოფიაზე დაყრდნობის დამყარებული პროცესები უნდა გავშალო. ამიტომ ყოველთვის როცა წერთ მეორე სტანდარტის ქვეშ თუ მესამე თუ მეოთხე სტანდარტის ქვეშ, ყოველთვის ახედეთ ხოლმე პირველ სტანდარტს, რა გინდათ, რა გზით გინდათ განავითაროთ, მიაღწევინოთ მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით და შესაბამისად დაგეგმოთ პროცესები, რომ კიდევ ვიმეორებ, ლოგიკურ ბმაში იყოს მთელი პროცესი სკოლაში, რაც ხორციელდება ნებისმიერი სტანდარტის მიმართულებით. ეხლა მოდით დავაკონკრეტებთ ზოგადად იმას, რომ რას მოიცავს პირველი სტანდარტი და ზოგადად ყველა სტანდარტი, რის მიხედვით იყოფა. როგორც გითხარით, გვაქვს 4 სტანდარტი. ეს არის მაგალითად პირველი სტანდარტი სკოლის ფილოსოფია. ამ სკოლის ფილოსოფიას მეგობრებო, აქვს თავის მხრივ ჩაშლილი კომპონენტები. ნახეთ, კომპონენტი არის უკვე პირველი. ნახეთ, სკოლის სტანდარტი, კომპონენტი და მერეა კრიტერიუმი. ოღონდ ეს კრიტერიუმი არის აი კომპონენტის შესაბამისი და კომპონენტის შესაბამისად მიშლის ინდიკატორებს. ეს არის ის ინდიკატორები, ვისაც შეხება გაქვთ უფრო გაგიმარტივდებათ, რა თქმა უნდა, ახლა რომლის ქვეშაც ჩვენ უნდა გავწეროთ ნარატივი იმ დაშტრიხულ ველში, რომელიც ასევე გვაქვს გამოყოფილი განაცხადის ფორმაში. ამის შემდეგ უკვე ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ოღონდ ნახეთ რა გვიწერია და მტკიცებულებები არსებობის შემთხვევაში და აი აქვე ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ რა მტკიცებულებები გვაქვს იმისათვის, რომ აი ჩვენს მიერ თითოეულ ინდიკატორთან მიმართებით გაწერილი ნარატივი დავადასტუროთ და სწორი ხედვით დავადასტუროთ. ამის შემდეგ მოდის მეორე კომპონენტი, სკოლის დაგეგმა და განვითარება და როგორაა, ნახეთ, თუ კი პირველი კომპონენტი ჩვენ გვეუბნება, რომ სკოლის მისია ხედვა ღირებულებები უნდა გქონდეს და ამ მიმართულებით უფრო დეტალებში ჩავყავართ ინდიკატორებს, ხო? მეორე, უკვე ნახეთ, თუ ჩვენ გაწერილი გვაქვს სკოლის დანიშნულება, ის გზა თუ გვაქვს უკვე მოძებნილი, რა გზითაც ჩვენ ვაპირებთ და ვფიქრობთ, დავგეგმოთ პროცესები, რომელიც მოსწავლეს გაიყვანს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე, აი ამ აქედან და ამაზე დაყრდნობით, ანუ სკოლის მისია ხედვა ღირებულებებზე დაყრდნობით, როგორ გეგმავთ პროცესებს, აი ამაზე გვესაუბრება უკვე მეორე კომპონენტი, სკოლის დაგეგმა და განვითარება. და გვესაუბრება რაზე? რა არის ის საშუალებები, რომლითაც მე ვცდილობ და ვაპირებ მივაღწიო გაწერილ მისიას, ხედვას და ღირებულებებს, რომელიც შეიქმნა მთელი სასკოლო საზოგადოების ჩართულობით. რა არის და არის 7-წლიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც აქვე გიწერიათ ინდიკატორებში, არის 1-წლიანი სამოქმედო გეგმა და არის ასევე მონიტორინგის და შეფასების სისტემა, რომელიც მთელს ჩემს დაგეგმილ და განხორციელებულ პროცესებს გადახედავს და სწორი გზით წაიყვანს და შეაფასებს და შემდგომში განავითარებს. აი ეს არის ძირითადი ამ პირველ კომპონენტში მეგობრებო. რაც შეეხება შემდეგ მოდის უკვე, ნახეთ, მეორე კომპონენტი, რომელიც არის სკოლის დაგეგმა და განვითარება, მოიცავს უკვე 2
კრიტერიუმს. ეს არის სკოლას აქვს დაგეგმვის პრაქტიკა, რომელიც უკვე გითხარით, რომ მოიცავს 7 წლიან სამოქმედო სტრატეგიულ გეგმას და 1 წლიან სამოქმედო გეგმას და მეორე არის უკვე მონიტორინგის და შეფასების სისტემა, რომელიც ასევე უნდა ჩავშალოთ ინდიკატორებთან, ვინაიდან თქვენს დამეთანხმებით, რომ როცა რაღაცა მჭირდება მიმართულების მიმცემი, რომ დავგეგმო პროცესი. მაგრამ პროცესი რომ სწორი გზის წარმართო, მჭირდება მონიტორინგის და შეფასების სისტემა. ხო, აი ეს არის მთელი სკოლის მთელი ავტორიზაციის პირველი სტანდარტი, მეგობრებო. სკოლის ფილოსოფია, რასაც მოიცავს. მეტი აქ არაფერი არ გვაქვს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მტკიცებულებების ატვირთვა პირველი სტანდარტის ფარგლებში თქვენ დაგჭირდებათ 3 ადგილას. რატომ? იმიტომ რომ გვაქვს 3 კრიტერიუმი. როგორც გითხარით, ნახეთ, პირველი ერთი კრიტერიუმი აქვს სკოლის ფილოსოფიის, ჩვენი პირველი სტანდარტის პირველ კომპონენტს და 2 კრიტერიუმი აქვს სკოლას აქვს დაგეგმვის პრაქტიკა და მონიტორინგის და შეფასების სისტემა აქვს, მეორე კომპონენტს სკოლის დაგეგმვა და განვითარებას. შესაბამისად, 3 კრიტერიუმი თუ გვაქვს, კიდევ მეორე 3 რიგად ინდიკატორები უნდა გავწეროთ, სულ ჯამში გვაქვს 14 ინდიკატორი და 3 ნაწილად მოგვიწევს მტკიცებულებების, როგორც აი აქ ჩაწერა, ასევე მტკიცებულებების ატვირთვა ამ კონკრეტული სტანდარტის დასადასტურებლად.